9 თვის წინ დაკარგული დარჯან დიასამიძის მშობლები აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს დავით ამაზაშვილსა და პროკურორ სიმონ გოგოლაშვილს შეხვდნენ. დაკარგულის დედის თქმით, მათ განუმარტეს, რომ გამოძიება ისეთ ვერსიებზე მუშაობს, რომლის დახმაურება ამ ეტაპზე არ შეიძლება. იგი დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს და ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე მისი შვილის პოვნა. მამზირე მახარაძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. ვერანაირ კითხვაზე განსხვავებული პასუხი ვერ მივიღე. ერთი და იგივე ვეძებთ, მაგრამ ვერ პოულობთ. გჭირდება დრო. გვაქვს ისეთი ვერსიები, რაც არ უნდა იცოდეს ოჯახმა, არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სიმართლე გითხრათ, მე აღარაფრის არ მჯერავს. ეჭვი არ მაქვს და რაიმე იმის მიზეზი, რომ მე იმ საფუძველს გავყვე, რომ ნანა ქობულაძემ ეს გააკეთა და ჩემს შვილს რაღაცას დამართებად დამეფი, მაგრამ მე ნანა ქობულაძის არც კითხვაზე გაცემულ პასუხს არ ვენდობი და მართლაც არ მივიჩნევ. სიმართლე გითხრა, რაც უფრო დრო გადის, მე უკვე ჩემს შვილს ხმელეთზე აღარ ვეძებ. რაც უფრო დრო გადის, მე ჩემს შვილს უკვე მიწის ქვეშ ვეძებ.